წარმოგიდგენიათ, აი რა შეიძლება კონდეთ საერთო ინგლისის მეფეს, რომელიც საუკუნეების წინ ცხოვრობდა, მერე თქვათ მე-20 საუკუნის საბჭოთა დიქტატორს და ჩიკაგოს ცნობილ განგსტერს. ხო, ერთი შეხედვით აბსოლუტურად არაფერი, არა? კი, ნამდვილად. მაგრამ აი თქვენს წინაშეა მასალები, რომლებიც ამ კითხვაზე, სრულიად მოულოდნელ პასუხს გვთავაზობენ, პასუხს, რომელშ ჩვენს გენეტიკურ კოდში იმალება. დიახ. მოდით აბა ჩავუღრმავდეთ ამ საოცარ კავშირებს. კი ბატონო, ამ მასალების მთავარი აღმოჩენა, ესე იგი ზუსტად ეგ არის ამ ისტორიული ფიგურების, მოულოდნელი გენეტიკური კავშირი. გენეტიკური კავშირი. ხო, ეს კავშირი მამის ხაზის წინაპრებშია, კონკრეტულად კი YDNM ხაპლოჯგუფ G-ში. YDNM, ანუ ის, რაც მხოლოდ მამიდან შვილზე გადადის, ხო? ზუსტად. და ხაპლოჯგუფი კიდევ აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ათობით წლის წინ საერთო წინაპარი ჰყავდათ, ამ კონკრეტული მამის ხაზით. და ეს G ხაპლოჯგუფი განსაკუთრებით ძველ ისტორიას ინახავს. მართლა ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერს. კარგით, აბა კონკრეტულად ვისია საუბარი ამ წყაროებში და როგორ დადგინდა ეს ყველაფერი? აი, აქ იწყება მგონი ყველაზე საინტერესო. ხო, ნამდვილად დეტექტივს გავს. წყაროები ასახელებენ რამდენიმე ცნობილ პიროვნებას. პირველი, როგორც ახსენეთ, ინგლისის მეფე რიჩარდ მესამე. დიახ. მისი ნეშტის ანალიზმა, აი ლესტერში რო იპოვეს, აჩვენა ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ის ეკუთვნოდა G ჰაპლოჯგუფის ერთ-ერთ შტოს, კონკრეტულად G2A ქვეჯგუფიან ახსენები. გასაგებია. მეორე იოსებ სტალინი. წყაროები ამბობენ, რომ მისი შვილიშვილის გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა კუთვნილება G2A1A ქვეჯგუფზე. აჰა, შვილიშვილის ტესტით დადგინდა ესე იგი. დიახ. და მესამე ალ კაპონე, ცნობილი ჩიკაგოელი განგსტერი. კაპონეც. ხო, იმავე წყაროების მიხედვით, ისიც G2A ჰაპლოჯგუფს ეკუთვნოდა. ეს მართლა გასაოცარია. ანუ შუა საუკუნეების მეფე, მე-20 საუკუნის დიქტატორი და განგსტერი. დიახ. გველას საერთო შორეული მამის ხაზის წინაპარი ყავს. ამ კონკრეტული გენეტიკური მარკერით. რა ვიცი? ხო. ზუსტად ეგ არის ყველაზე საინტერესო და აქ საქმე მხოლოდ შორეულ წინაპარშიც არ არის. რაც ამას კიდევ უფრო მომხიბლვას ხდის. არის ის, რომ ეს კონკრეტული ხაპლოჯგუფი, G2A, მჭიდროდ უკავშირდება იმ პირველ ფერმერებს, აი ნეოლიტის ხანის ხალხს, ვინც ანატოლიიდან, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან ევროპაში გადმოვიდა და სოფლის მეურნეობა შემოიტანა. ანუ 9000-დან 6000 წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობთ. დიახ, დაახლოებით მაგ პერიოდზე. ეს იყო უზარმაზარი ცვლილება ევროპისთვის. მათ ხომ მარტო ახალი კულტურები კი არ მოიტანეს, მთლიანად შეცვალეს კონტინენტის დემოგრაფიაც. და აი ამ მასალების მიხედვით, ეს სამი ფიგურა. რიჩარდი, სტალინი, კაპონე. ხო, სწორედ ამ უძველესი მიგრანტები შთამომავლები არიან, მამის ხაზით. წარმოუდგენელია. ესე იგი, მათი საერთო წინაპარი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ფერმერი. და ხო ახსენებენ წყაროები OECS-საც, აი ალპებში რომ იპოვეს, ის 5000 წლის მუმია. კი, OECS-ს ნახსენებია. მისი გენეტიკაც ხო ამ ჯგუფს უკავშირდება? ზუსტად, OECS YDNM-იც G ჰაპლოჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას G2A-ს მიეკუთვნება. ეს გვიჩვენებს ამ გენეტიკური ხაზის, საოცარ უწყვეტობას და გავრცელებას ევროპაში. ნეოლითიდან მოყოლებული. დიახ, ნეოლითიდან ათასობით წლის განმავლობაში და ისეთ განსხვავებულ ხალხამდე მოდის, როგორიც არიან რიჩარდი მესამე, სტალინი, კაპონე, თითქოს რაღაც გენეტიკური მდინარეა, რომელიც 1000 წლეულების წინ დაიწყო და დღემდე მოედინება. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის, ვინც გვისმენთ? ჩემი აზრით ეს ხაზს უსვამს იმას თუ როგორ ქსოვს გენეტიკა ისტორიის, რაღაც ფარულ ქსოვილს. დიახ. აკავშირებს ადამიანებს დროის, ადგილის, სოციალური სტატუსის მიუხედავად, ისე რომ ვერასდროს წარმოვიდგენდით. მეფე, დიქტატორი, განგსტერი, ყინულის კაცი. ყველანი პოტენციურად ერთი უძველესი მამის ხაზის ნაწილი არიან. იმ ხაზის, რომელიც ევროპაში ფერმერობის გარიჟრაშზე იღებს სათავეს. ეს გაფიქრებინებს, რომ ისტორია, რომელსაც ვსწავლობთ, ხშირად მხოლოდ ზედაპირი არა. ნამდვილად. და ეს ბადებს ერთ ძალიან საინტერესო და ალბათ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ამ კონკრეტული წყაროების მიღმაც გრძელდება. აბა? თუ აი ამ კონკრეტულმა ჰაპლოჯგუფმა ასეთი მოულოდნელი კავშირები გამოავლინა, კიდევ რამდენი უცნობი ისტორია, რამდენი მიგრაცია, რამდენი კავშირი იმალება ჩვენს DNM-ში. ხო, ეგ მართლა საინტერესოა. რა გენეტიკური ამბები ელოდება კიდევ თავის აღმოჩენას. ამბები, რომლებმაც შესაძლოა სრულიად შეცვალონ ჩვენი წარმოდგენა საკუთარ წარსულზე და ერთმანეთთან კავშირზეც კი. ნამდვილად. ეს არის საკითხი, რომელზეც დაფიქრება ღირს, როდესაც ჩვენ საერთო ადამიანურ მემკვიდრეობაზე ვფიქრობთ.